სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორი აირჩიეს. იგი მოვალეობის შესრულებას 1 თებერვლიდან დაიწყებს. 8 პირისგან შემდგარი აკადემიური საბჭოს 7 წევრმა ხმა ვახტანგ თაქთაქიძეს მისცა, ხოლო 1 ხმა ყოფილმა რექტორმა თინა გელაშვილმა მიიღო. რექტორის არჩევნები საგანმანათლებლო დაწესებულებაში დღეს გაიმართა. თაქთაქიძე ვახტანგი, 7 ხმა ბატონ ვახტანგს, 1 ქალბატონ ვახტანგ თაქთაქიძე მისივე თქმით 2017 წლიდან უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულებით სტუდენტებს ასწავლის. თაქთაქიძე ახალციხის ყოფილი მერის ირაკლი ლაზარაშვილის ფინანსური კონსულტანტი იყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით ახალარჩეული რექტორის მამა როინ თაქთაქიძე 2014-16 წლებში ახალციხის მერიაში ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი იყო. მაკაბერიძემ გითხრა დაარეგისტრირეთო. პირდაპირ მითხრეს, რომ დაარეგისტრირეთო, არ შეუშალოთ ხელიო. რექტორის არჩევნების დასრულების შემდეგ თაქთაქიძის კონკურენტმა თინა გელაშვილმა, რომელიც 2007-12 წლებში ამავე უნივერსიტეტის რექტორი იყო, ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ თაქთაქიძე კონკურსში კანონდარღვევით დარეგისტრირდა, რადგან მას რექტორობის კანდიდატობისთვის საჭირო გამოცდილება არ აქვს და რეგისტრაცია მოქმედი რექტორის მაკაბერიძის თანხმობით მოახერხა. თინა გელაშვილი გვეუბნება, რომ საჩივრით უკვე მიმართა სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის განათლების სამინისტროს. აღნიშნულს უარყოფს როგორც მაკაბერიძე, ასევე ვახტანგ თაქთაქიძე. წესდებაში იყო, რომ რექტორის უფლება აქვს კანდიდატად დარეგისტრირდეს პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ხარისხი და ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აქვს პედაგოგიური, ადმინისტრაციული და სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება. აღნიშნულ კანდიდატს არ ჰქონდა არც სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება ამ უნივერსიტეტში და არ ჰქონდა არც ადმინისტრაციული მუშაობის სფეროში გამოცდილება. შესაბამისად, კანონდარღვევით არის, რა თქმა უნდა, დარეგისტრირებული. მე შეტანილი მაქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ეს განცხადება. კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელა საარჩევნო კომისიამ ჩემი რეგისტრაცია, რაც დაადასტურა უკვე აკადემიურმა საბჭოც, ვინაიდან არჩევნები გაიმართა. თუმცა თუ ვინმეს აქვს რაიმე კითხვები, არსებობს ამისი მოგვარების სამართლებრივი მექანიზმები. ეს მისი უფლება, კონსტიტუციური უფლება, რომ გაასაჭიროს, სადაც ის ჩათვლის საჭიროთ და ჩვენ მოპასუხის ამ შემთხვევაში, მოპასუხის რეჟიმში მზად ვართ ყველა დაინტერესებული მხარის კითხვას გავცეთ პასუხი უკვე სამართლებრივ ჭრილში. დაიწყო თუ არა საჩივრის განხილვა სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის განათლების სამინისტრომ. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით უწყებას დავკავშირებოდით, თუმცა აქ ჩვენ ზარებს არ უპასუხეს. რა გეგმა აქვს ვახტანგ თაქთაქიძეს და განიხილავს თუ არა საკადრო ცვლილებებს, მისი პასუხი შემდეგია. განათლების რეფორმის ფარგლებში იგეგმება კადრების კონცენტრირება და ახალი ენერგიით შევსება. ეს გულისხმობს იმას, რომ საუბარია ახალი მიმართულებებზე, ახალი კადრების მოზიდვას. და რაც შეეხება არსებულ პერსონალს, მე ვეცდები ყველანაირად, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში მაქსიმალურად იქნეს მათი ინტერესი დაცული. რაც შეეხება სამომავლოდ, ეს უკვე შევხედავთ, რა მიმართულებით წავა რეფორმა, რა აუცილებლობები დადგება ჩვენს წინაშე და ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ერთი მხრივ უნივერსიტეტში სტუდენტის ინტერესი იყოს დაცული და მივცეთ მათ ხარისხიანი განათლება და მეორე მხრივ ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ადამიანებს მივცეთ შესაბამისი სამუშაო პირობები. ჩვენ როგორც ახალარჩეულ, ისე მოქმედ რექტორს ვთხოვეთ შეეფასებინათ სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის განათლების მინისტრის გადაწყვეტილება თბილისისა და ტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ. მაკაბერიძე ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს და გადაწყვეტილების შესახებ დღეს გაიგო. ვახტანგ თაქთაქიძემ გითხრა, რომ დაელოდება თუ რა შედეგის მომტანი იქნება ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება და შემდეგ გააკეთებს კომენტარს. პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი გადაწყვეტილებები ემსახურებოდეს უნივერსიტეტების სტაბილურობას, ასევე ხელს უწყობდეს კვლევას, სწავლას და მიმაჩნია, რომ მსგავს სიტუაციაში ჩვენ გარკვეული დრო უნდა დაველოდოთ და ალბათ
გარკვეული დროის შემდეგ შევძლებთ შევაფასოთ, რამდენად სწორია ეს მიდგომა. ყველაზე მთავარი, რაც მიმაჩნია ამ ეტაპზე, აუცილებელია იყოს მნიშვნელოვანი დიალოგი აკადემიურ საზოგადოებასა და სამინისტროს შორის. გაერთიანებას ექნება თავისი მოტივაცია, თავისი გარკვეული დასაბუთება. მომეცით ცოტა დრო იმისათვის, რომ გავიგო, რას ეფუძნება ეს დასაბუთება. მე გუშინ ცოტა დღეს დილას გავიგე ტელევიზიიდან, რომ ამის თაობაზე იყო, გულწრფელად გითხრათ, მინისტრის განცხადებაც არ მაქვს მოსმენილი. თუ მომცემთ დროს, რომ ცოტა გავერკვე რა ხდება ამ სიტუაციაში, მაშინ მე უფრო დეტალურად გეტყვით. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის თავდაპირველად 3 კანდიდატი იბრძოდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო მერაბ ბერიძე, რომელიც ამ თანამდებობას 2013-18 წლებში იკავებდა და რომელიც დღეისათვის რექტორის მოადგილეა. მან 27 იანვარს კანდიდატების პროგრამის საჯარო განხილვის დროს კანდიდატურა ვახტანგ თაქთაქიძის სასარგებლოდ მოხსნა. ყოველ შემთხვევაში ამ უნივერსიტეტის სცენარებს კარგად წერენ. პირველი თუ არ გამოვა, მეორე როგორ, ამის ჩახლართვაში ოსტატები არიან. ფიქრობ, რომ ეს ფაქტორიც იყო ალბათ, კანდიდატი რომ უხსნა, მე ვხსნიოთი, თორემ განაცხადე, რისი უფლებაც არ ქონდა ისედაც, რომ მე მის სასარგებლოთო. 1 თებერვლამდე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე იქნება. იგი ამ თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. ბერიძე უნივერსიტეტს 2 ვადით 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდა. როგორც მან ჩვენთან ინტერვიუში თქვა, გეგმავს უნივერსიტეტში ლექტორის სტატუსით გააგრძელოს მუშაობა.